როცა მსახიობ ბავშვებზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგხსნეს ჰეილი ჯოელ ოსმენტი. დარწმუნებულა ეს ბიჭუნა ყველა თქვენგანს ეცნობა. მას არაერთი ფილმიდან ვიცნობთ, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეული მე-6 გრძნობაში შესრულებული როლია. სწორედ ამ ფილმში შესრულებული სულის შემძვრელი როლისთვის 11 წლის ასაკში მან ოსკარზე ნომინაცია და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. მე-6 გრძნობაში მის მიერ წარმოთქმულმა ფრაზამ I see dead people. ამერიკული კინოს ინსტიტუტის ვერსიით კინოს ისტორიაში საუკეთესო 100 ფრაზას შორის 54 ადგილი დაიკავა. მე-6 გრძნობის შემდეგ ჰეილი ჯოელ ოსმენტმა თავისი სამსახიობო ოსტატობით კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო, როცა 2001 წელს სტივენ სპილბერგის ხელოვნურ ინტელექტში ანდროიდი ბიჭუნას როლი მოირგო. კინოკრიტიკოსები მაშინ იმასაც ამბობდნენ, რომ კინოსურათის წარმატების ნახევარს მისი შემქმნელების სწორედ ჰეილის უნდა უმადლოდნენ. თუ ეს ფილმი ჯერ კიდევ რაღაც მიზეზის გამო არ გინახავთ, ახლა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ამისთვის იდეალური დროა. როგორც ბევრი სხვა მსახიობი ბავშვი, ჰეილი ჯოელ ოსმენტის მაყურებელს მხოლოდ ბავშვობაში შესრულებული როლებით ახსოვს, რასულ ასაკში მას მნიშვნელოვანი წარმატებისთვის სამწუხაროდ აღარ მიუღწევია. ბავშვობაში შესრულებული როლისთვის ალბათ ყველაზე რთული ბედი ერგო ლინდა ბლერს, რომელმაც 1973 წელს ეგზორცისტში დაუვიწყარი პერფორმანსი შემოგთავაზა. ის 14 წლის იყო, როცა ამ ფილმში დემონით შეპყრობილი გოგონას როლი განასახიერა. მოიპოვა ოქროს გლობუსი და ნომინირებული იყო ოსკარზე. თუმცა მის მიერ შესრულებულმა როლმა საზოგადოება იმდენად შეაშინა, რომ მისი კარიერა კინოში ამის შემდეგ ფაქტობრივად დაპაუზდა. ფილმის გამოსვლის შემდეგ კი ახალგაზრდა მსახიობმა იმდენი მუქარი შემცველი გზავნილი მიიღო, რომ კომპანია Warner Brothers იძულებული გახდა 6 თვით მისთვის დაცვაც კი დაექირავებინა. თავად ფილმი ეგზორცისტი კი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფილმად მიიჩნევა, როცა ფილმი კინოეკრანებზე გამოვიდა, უამრავ ადამიანს დასჭირდა ფსიქოლოგიური დახმარება და მსგავსი ტიპის სპეციალისტებთან მიმართვიანობამ იმატა. ამ ფილმს უკავშირებენ გახმაურებულ ამბავს ახალგაზრდა გერმანელი გოგონას ანელის მიშელის შესახებ. ის საზოგადოებაში ცნობილია როგორც ემილი როუზი. საქმე ისაა, რომ ანელის და მის ახლო წრეს სჯეროდათ, რომ ის დემონებით იყო შეპყრობილი, თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი ანელიზის ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ მდგომარეობას სწორედ ამ ფილმს უკავშირებდა. ჩემ არხზე უკვე დევს რეალურ ამბებზე დაფუძნებული ჰორორების ვიდეო და ამ ამბავმა თუ დაგაინტერესათ, იქ ვსაუბრობ უფრო ვსად.